მარკო რუბიო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი არის მატყუარა კაცი. ზუსტად ეს სიტყვები არ ხაზგასმით ვამბობ, არ წარმოუთქვამს ირაკლი კობახიძეს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს წოდებულს, ბანდა ქართული ოცნების ერთ-ერთ ლიდერს, ბიზნა ივანიშვილის დასაყრდენს მარჯვენა თუ მარცხენა ხელს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვები არ წარმოუთქვამს, რომ მარკო რუბიო არის მატყუარა, ასე კი გამოუვიდა, როცა მოუხდა ირაკლი კობახიძეს, მოუწია ირაკლი კობახიძეს კომენტარის გაკეთება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებაზე. მარკო რუბიოს განცხადებას გაგაცნობთ თავდაპირველად. მარკო რუბიომ თქვა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს წინადადება. საქართველოდან იკითხეს, ჭყალებში ჩავსვათ. საქართველოდან იკითხეს, რა არის საჭირო იმისათვის, რომ შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობა ჰქონდეს საქართველოს, ჰქონდეთ მათ. ჩვენ ვუპასუხეთ, ანუ ამერიკელებმა უპასუხეს საქართველოდან ვინც იკითხა, მათ უპასუხა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და იმედია ამის საფუძველზე შევძლებთ მუშაობისა და არა მხოლოდ საქართველოსთან ურთიერთობის, არამედ მათი ქცევის გამოსწორებასაც და იქვე ახსენეს მარკო რუბიო ტრაექტორიასაც, ქვეყნის ხაზგასმით ვამბობ და არა ურთიერთობის, არამედ ქვეყნის ტრაექტორიასაც. ეს ხომ დაიმახსოვრეთ, ჭყალი დაამხუროთ ახლა და ახლა ირაკლი კობახიძეს მივუბრუნდეთ. ირაკლი კობახიძე ამბობს, არაფერი ჩვენ არ გვიკითხავს ამერიკელებისათვის. ჩვენ არასდროს ასეთი კითხვა არ დაგვისვამს. ჩვენ გვაქვს ის გზავნილი, რაც საჯაროდაც განვაცხადეთ. ამას ამბობს ირაკლი კობახიძე და უკვე შემდგომ დასძენს ჟურნალისტის ჩაკითხვაზე. აბა იტყუება მარკო რუბიო? აბა მატყუარა კაცია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი? კობახიძე პასუხობს ამგვარად, საინტერესო პასუხია. არა, ტყუილი ციტირებაა ეს. არა, ტყუილი რა შუაშია კაცო, ადამიანი როცა საუბრობს შეიძლება თავისი ინტერპრეტაციით რაღაცა თქვას. ანუ მარკო რუბიო თავისი ინტერპრეტაციით თქვა რაღაც და ეს არ არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს პოზიცია, სახელმწიფოს პოლიტიკა, სახელმწიფოს მიდგომა. მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ამბობს ირაკლი კობახიძე, რომ არც მე და არც რომელიმე ჩემს კოლეგას ასეთი კითხვა არ დაგვისვამს. ანუ კითხვა კვლავ ვიმეორებ, ამგვარია, რა არის საჭირო იმისათვის, რომ შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობა ჰქონდეს საქართველოს. არც მე და არც ერთ ჩემს კოლეგას ამგვარი კითხვა არ დაგვისვამსო, ამბობს ღიად ეს თავად მატყუარა კაცი ირაკლი კობახიძე. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ ამასო, შეიძლება ადამიანი რომ საუბრობს რაღაც ან ისე თქვას, ან ასე თქვას, მაგრამ მე გეუბნებით რა იყო ფაქტი. ფაქტი კი არის, რომ ჩვენ ასეთი კითხვა არასოდეს დაგვისვამს. ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ განვიხილოთ ყველა დეტალი, რაც არის დაკავშირებული სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან და უკვე ბოლოს ირაკლი კობახიძე ამატებს არანაკლებ საინტერესო პასაჟია. საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმე, მათ შორის შეერთებულმა შტატებმაც თურმე არ შეიძლება რომ გამოაყოლოს საშემოდგომო და გამოსწორება მოსთხოვოს. საქართველო არის ღირსეული სუვერენული სახელმწიფო და ეს მკაფიოდ დავაფიქსირეთ ყველგან. ანუ ირაკლი კობახიძისათვის ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ აღდგეს ურთიერთობა, მართლა ხელახლა დაიწყოს ურთიერთობა, სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობა, არა. მთავარი არის, რომ მან მისეული სიმართლე რეალურად კითხუილი უმტკიცოს ქართულ საზოგადოებას და მისეული სიმართლე მიახალოს მათ შორის მარკო რუბიოს, რომელსაც არა პირდაპირ, კვლავ ვიმეორებ, მაგრამ ირიბად, სწორედაც რომ მატყუარა კაცს უწოდებს და თავად გამოდის რეალურად მატყუარა. ახლა მთავარი ქართულმა ოცნებამ უკვე როგორც ჩანს შეიმუშავა მესიჯი უაქტუალურეს ამ საკითხთან დაკავშირებით, ბოდიში და დაიკიდა ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა, იმიტომ რომ შესანიშნავად იცის ქართულმა ოცნებამ, როგორც კი ამერიკასთან ურთიერთობა აღდგება სტრატეგიული მიხისიერად, ამერიკის შეერთებული შტატები მოსთხოვს ან მოითხოვს, რომ შეერთებული შტატების პარტნიორმა საქართველომ გამოასწოროს მათ შორის შიდა პოლიტიკური ვითარება, ანუ გააუქმოს კანონები, გაანთავისუფლოს პატიმრების შექმნას ნორმალური საარჩევნო გარემო, უზრუნველყოს ოპოზიციის ჩართულობა პროცესებში, უზრუნველყოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ინტერესები, მათ შორის ბიზნესი,
ამერიკული შემოუშვას რეგიონში და კონკრეტულად საქართველოში აქვე ვიტყვი რომ 8 მილიარდის ინვესტიცია დამატებით განხორციელდება კიდევ ერთ მეზობელ სახელმწიფო აზერბაიჯანში და ამის შედეგად შეიქმნა გლობალური კი არა ნორმალური გარემო ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები გათვალისწინებული იყოს კავკასიის სამივე მესამედში, ანუ ორ მესამედში გათვალისწინებულია და საქართველოს ხა დარჩა. ამერიკისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას ეს ფეხებზე კიდია უბრალოდ ნიღაბი ჩამოიხსნა, იმიტომ რომ ჩიხშია მოცემულ ეტაპზე საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება მან ჩამოიხსნა ნიღაბი და დაადასტურა, რომ ურთიერთობის გადატვირთვა კი არ უნდა, არამედ უნდოდა მოდი ესეთი სიტყვა ამოვიშველიოთ პოზაში ყოფნა რომ აი თურმე მას უნდოდა ურთიერთობის გადატვირთვა და რაღაცა პირობებს გვიხედებენ ან რაღაცას ამბობენ თუნდაც მათეული ინტერპრეტაციით არა მათყუარები არ არიან ასე პირდაპირ ვერ მოწოდებთ მაგრამ პრინციპში ტყუილი გამოსდით და ჩვენ აღარ გვინდა ურთიერთობები ამგვარი ურთიერთობები ამას კობახიძე ვერ იტყვის ვერ გაბედავს მაგრამ ზაზა შათინიშვილს არ რომელიმე სპიკერს ქართული ოცნებისა უთუოდ ათქმევინებენ ამას პოზა იერი თითქოს ისწრაფვის ეს პოზა არის ამგვარი თითქოს ისწრაფვის ურთიერთობის გადატვირთვისაკენ და ახლა როცა ამერიკამ გააშიშლა ქართული ოცნება ილაპარაკა რა ღია თემებზე საქციელის და ტრაექტორიის სულა ოცნება ვეღარც დამალავს მომავალშიც ვეღარ დამალავს რომ სულაც არ აინტერესებდა არც არასოდეს და არ აინტერესებს არც ახლა ურთიერთობა ამერიკასთან ეს არის არა კობახიძის პაპუაშვილის თუ რომელიმე უგვანი დეპუტატის თუ მინისტრის ოფიციალური პოზიცია რეალურად ეს არის ბიზინა ივანიშვილის პოზიცია რატომ ეს კითხვაც უნდა დავსვათ გავიგეთ რომ ბიზინა ივანიშვილი რუსეთის კაცია რუსეთის ინტერესებს ატარებს ეს ყველაფერი გასაგები არაერთხელ გვითხოვს და მომავალშიც ვიტყვით მაგრამ რატომ არის რუსეთის კაცი გარდა იმისა რომ დავის დროზე 90-იანებში ოქროს ჯაჭვით გადაება ბიზინა ივანიშვილი ოლიგარქი რუსეთს გარდა ამისა რუსეთის კაცი ბიზინა ივანიშვილი არის იმიტომ რომ რუსეთი არის ერთადერთი გარანტი მისი ძალაუფლებაში დარჩენისა საერთოდ არაფერი აინტერესებს ბიზინა ივანიშვილს რომ ვიცოდეთ მაინც საკუთარი ძალაუფლებაში დიდხანს თუ სამუდამოდ არა ყოფნის შვილებისათვის ძალაუფლების გადაცემის და საქართველოს როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ბიზინა ივანიშვილი and კომპანიის მართვის გარდა და ამ ძალაუფლებაში ყოფნის გარანტიას კი მას აძლევს მხოლოდ რუსეთი ანუ დასავლეთი ვერც მისცემს და არც მისცემს ბიზინა ივანიშვილს ძალაუფლებაში ყოფნის გარანტიას ეს რომ ვიცოდეთ მაინც გარდა ამისა ოცნებას ზოგადად გაინტერესებს თავად ივანიშვილიც ესე ვიტყვი რომელიც მისი ან ოცნების კობახიძის პაპუაშვილის და სხვათა ძალაუფლებაში ყოფნის ფორმალურ ძალაუფლებაში ყოფნის გარანტორია გარანტიის მიმცემია რომ არ იყოს ივანიშვილი პაპუაშვილი ჩარშანდელი თოვლივით თებერვლის 21-ში რომ მოვიდა 21 თებერვლის თოვლივით გაქრებოდა პირობითად პაპუაშვილი და კობახიძე კი იანვრის 17-ში რომ თოვლი მოვიდა თუ ავდარი იყო ისევე გაქრებოდა ქართული პოლიტიკიდან ივანიშვილის გაქრობის ან ივანიშვილის წასვლის ან ივანიშვილის სახეცვლილების შემდეგ ჩვენ გქონდა იმედი და მოლოდინი მეც გქონდა გულახდილად გეტყვით რომ ბიზინა ივანიშვილი რომელიც პარანოიკია პირდაპირ მნიშვნელობით შეცვლიდა პოლიტიკას ახლა მაინც ან გარკვეული გარემოებების გამო მაგრამ ბიზინა ივანიშვილი ამ საერთაშორისო კონტექსტს ვერ კითხულობს და ვერ ხვდება იმას რომ თუ რუსეთს აქვს მისთვის ჩაიშჩიქაში პოლონიუმის ჩაყრის შესაძლებლობა და აქვს რუსეთს ამერიკასაც აქვს არა მაინც და მაინც ასე ფატალურად მისი სვებედის დასრულების შესაძლებლობა მაგრამ გარკვეული ბერკეტები გარკვეული და მნიშვნელოვანი ბერკეტები მის წინააღმდეგაც მე არ მინდა წავიყვანო საუბარი იმისკენ რომ მას აწკაპნიან და მოიტაცებენ მადუროსავით მაგრამ იმის თქვა კი მინდა რომ რაც უფრო გაჯიუტდება და გაჯიქურდება ამ გეოპოლიტიკურ გარემოში ბიზინა გრიგოლის ივანიშვილი ეს ოლიგარქი კაცი მით უფრო ძიმე ხვედრი და მომავალი ელის მას დროის ამბავია მით უფრო თუ ამერიკის შეერთებული შტატები კონკრეტულად და ზოგადად დასავლეთი ჩამოდგამს ფეხს კავკასიაში დამკვიდრდება და გამაგრდება კავკასიაში ამ პროცესში პრინციპში ვართ ჩვენ მაგრამ სამწუხაროდ და ვაკლახ ვერ ყვებით დანარჩენ ორ სახელმწიფოს საიდანაც ერთი რომელთაგანაც ერთი არა დემოკრატიულია რასაკვირველია აზერბაიჯანი და არც სომხეთი დაიკვეხნის დემოკრატიის მაღალი ხარისხით მაგრამ მათი დინამიკა განსაკუთრებით სომხეთისა დემოკრატიის კუთხით რასაკვირველია აღმავალია ხოლო საქართველოს დინამიკა არის დაღმავალი საქართველოს არათუ სომხეთს
არამედ უფრო ბელარუსს ემსგავსება და არა რომელიმე ნორმალურობა რომ უნდა ისეთ სახელმწიფოს. მოკლედ ოცნებას აინტერესებს ივანიშვილი, რომელიც ჯანზე აშკარად ვერა, ანუ იმდენად პარანოიკული შიში აქვს, რომ დასჯიან მას რუსეთიდან და საკვირველია ან თუნდაც შეერთებული შტატებიდან თუ დასავლეთიდან თუ არ ვიცი საიდანღაც, რომ არც არაფერს არ თმობს თავისინებით, თუმცა აუცილებლად მოხდება ასე, გპირდებით მოხდება ასე, მას დაათმობინებენ. ესაა სრული სიმართლე, რომ ვიცოდეთ, მაინც მე ამ ვიდეო ბლოგში არ მიხსენებია უკრაინა და გითხრათ სიმართლე, მინდოდა ცალკე ბლოგის გაკეთება უკრაინასთან დაკავშირებით, მაგრამ მეორე მხრივ იქნება და ხირდეს ერთ ვიდეო ბლოგში ამ ორი თემის, ანუ პარანოიკი ივანიშვილის, მარკო რუბიო რომ მათყუარა ოცნების გაგებით ამ თემის და უკრაინის თემის შეერთება, გაერთიანება. აი ეს ხსენებული მარკო რუბიო გუშინ უკვე, ანუ ოდნავ საღამო ხანს უკრაინასთან დაკავშირებით კითხვებსაც პასუხობდა კონგრესმენების იმ კითხვებს, რომლებიც ძალიან საინტერესოა. შეიძლება კონგრესმენების მხოლოდ მცირე ნაწილს აინტერესებს კავკასიის რეგიონი და კონკრეტულად საქართველოს კიდევ უფრო მცირე ნაწილს, მაგრამ უკლებლივ ყველა კონგრესმენს ყველას საერთოდ სოფლიოში ვისაც აზრი მოეკითხება, აინტერესებს შეერთებული შტატების მიდგომა როგორია უკრაინასთან დაკავშირებით და უკრაინასთან მიმართებით. მოკლედ, ტრამპის ამერიკა რო ვიცოდეთ მაინც მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ექსპერტების ცალკეული ნაწილი აკრიტიკებს ტრამპის ამერიკას, არ არის პრორუსული, ან რუსეთისკენ, ან რუსეთის მხარდამჭერი, რუსეთის ირიბად მხარდამჭერი თუ არაპირდაპირ მხარდამჭერი. ის პირიქით და რუბიომ დაამტკიცა, დაადასტურა ეს, სწორედაც რომ უკრაინისკენ არის. მსოფლიოში ყველამ და უკვე რუსეთშიც იციან ეს რეალურად, რომ რუსები ვერ მიაღწევენ იმას, ისი მიღწევაც უნდა 2022-დან 26 წლის 4 ივნისია, 26 წლის 4 ივნისის ჩათვლით. ვერასოდეს ვერ მიაღწევს რუსეთი, ამას ამბობს რუბიო, ჩემი სიტყვები არ არის, ვერასოდეს ვერ მიაღწევს რუსეთი იმ მიზნებს, იმ ამოცანებს, რომლებიც მან დაისახა 22 წლიდან 26 წლის ივნისის 4-მდე და ვერც მომავალში რასაც დაისახავს, იმას მიაღწევს. მეცაც გეტყვით, ამბობს რუბიო და ოდნავადაც არ ვაჭარბებ, რასაც ისინი ან რუსები დღეს ითხოვენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან, იმასაც ვერასოდეს მიაღწევენო, ამას ამბობს კიდევ ერთხელ ვიტყვი მარკო რუბიო. აი ამ კონტექსტს როგორ ვერ უნდა გრძნობდე, მე წარმოუდგენელი მგონია, მაგრამ წარმოსადგენია, როდესაც შეშლილთან ამასთან რუსული სივრცის ერთგულ, რუსკი მირის ერთგულ, რუსულ წიაღში გაზრდილ პიროვნებასთან ბიძინა ივანიშვილის სახით, ამასთან კიდევ ერთხელ ვიტყვი, შეშლილთან და პარანოიკთან გაქვს საქმე. მარკო რუბიო ამბობს შემდეგ სიტყვებსაც, ჩვენ ვცდილობთ მედიატორები ვიყოთ, თუმცა ჩვენ არ ვართ ნეიტრალური მედიატორები, რადგან ჩვენ რუსეთს სანქციებს უწესებთ და უკრაინას შეუზღუდავად ვაწვით იარაღს ნატოს გავლით. ბევრი კამათობს, რომ ასე ღირდა თუ არ ღირდა, თუმცა არსებობს ერთი არგუმენტი, რომელიც იშვიათად გაჟღერებულა, ეს არგუმენტი არის ამგვარი. ასე ნატოს გავლით რო არ მიეწოდებინა შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის იარაღი, ამ შემთხვევაში უშუალოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიჭედებოდა პროცესი კონგრესის, სენატის, ბიუროკრატიის, ასე ვიტყვი, deep state-ის თუ გრებავთ, ასე ვიტყვი, და გარკვეული ბარიერების შექმნის გამო და გათვალისწინებით გაიხსომებათ, რომ ბაიდენსაც უნდოდა 61 მილიარდის გამოყოფა და 10 თვის განმავლობაში იყო ეს გამიშვი გამატარე, ახლა დამამტკიცებინე, მერე რაღაცა სხვა დათმობებზე წამოვალ და ასე შემდეგ და 10 თვე ვერ დაამტკიცებინა ბაიდენმა ის 61 მილიარდიანი პაკეტი, საიდანაც 44 მილიარდი რჩებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ტრამპმა ამ არგუმენტის თანახმად ყოველ შემთხვევაში კონგრესი ერთგვარად მოიცილა, კანონმდებლები ერთგვარად ჩასცია, გასცია გვერდზე და პირდაპირ ოღონდ მიყიდვის წესით თავარი უკრაინაში მოხდეს მეორე მხრივ ხო იარაღი, მიყიდვის წესით აძლევს ჯერ ნატოს და ნატოს გავლით, მერე უკვე აძლევს უკრაინას იარაღს. მარკო რუბიო ამბობს შემდეგ სიტყვებსაც, უკრაინელებმა ბოლო ხანებში წარმოუდგენელ წარმატებებს მიაღწიეს, ისინი არა მხოლოდ გმირულად იბრძვიან, არამედ ეფექტურადაც და ეს ფაქტია, ტრამპს აღარ აქვს შესაძლებლობა, უფლებაც, რომ თქვას, რომ უკრაინას აღარ აქვს ბანკოს ქაღალდები ხელში, კარტები ხელში, ამას ვეღარ იტყვის ტრამპი და რომც თქვას, უნდა იცოდეთ, რომ მარკო რუბიოს პოზიცია უფრო სწორია ერთის მხრივ და უფრო სახელმწიფოებრივია მეორეს მხრივ და უფრო ამერიკულია. ანუ ტრამპი რომ ეს ფისხი კაცი
რომს გაღიზიანდეთ მისი რომელი გაბრაზდეთ, გაჯავდეთ მისი რომელიმე სამომავლო სიტყვის შემდეგ გადმოახვიეთ და მარკო რუბიოს ეს სიტყვებიც გაიხსენეთ. კერძოდ მარკო რუბიო დასძენს უკვე რუსები კვირაში 5000 ჯარისკაცს და ეს არის შემცირებული რაოდენობა. რეალურად რუსები კვირაში 5000 კაცს კი არა. კვირაში 7-8000 კაცს კარგავენ, 5000 ჯარისკაცს კარგავენ და ეს მხოლოდ დახოცილებით. წარმოგიდგენიათ, რომ ეს არის პირველი ომი მსოფლიოში, როცა დახოცილები უფრო მეტია, ვიდრე დაჭრილები და რატოა დახოცილები უფრო მეტი? ავხსნათ, რომ ეს დრონი რომ მოფრინავს, მათ შორის ამერიკული ტექნოლოგიებით შექმნილი დრონიც და არა მხოლოდ ამერიკული ტექნოლოგიებით, უშუალოდ უკრაინაშიც იქნება უკრაინული ტექნოლოგიებით დრონები და საოცარი რაოდენობის წარმოება აქვს დრონებისა უკრაინას. ესე ინდივიდუალურად ეცემა თავში, ასე ვიტყვი, ანადგურებს ოკუპანტებს, კი არ ჭრის, არამედ ფლითავს პირდაპირ მნიშვნელობით, კი არ აზიანებს, არამედ ფლითავს. და მართლაც 5 არა, 7-8-10000 კაცი არა ბოლომდე, მაგრამ 8000-7000 კაცია მაინც ეღუპება, ოკუპანტი მაინც ეღუპება რუსეთს და ბოლო წინადადება ამ ჩემი ვიდეობლოგისა გიფიქრიათ იმაზე, მე მიფიქრია. გულახდილად გეტყვით, რომ დაგეტოვებინათ ეს ირაკლი კობახიძის არა, ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილის და სხვათა ქვეყანა იმის გამო, რომ არ გამოდის უბრალოდ ბრძოლა ამათთან ბრძოლა კი გამოდის, მაგრამ შედეგს ვერ ვახცევთ აგე უკვე ავისი მეორე წელი მიიწურება მალე და რეალურად 14 წელიწადია ვიბრძვით ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ამის გამო ხანდახანზე იშვიათად ან ხანდახანზე ხშირად ან ხანდახან მე საკუთარ თავზე გეტყვით, რომ მიფიქრია დამეტოვებინა ეს ქვეყანა ცოლ-შვილთან ერთად გავსულიყავი, მაგრამ გარდა იმისა, რომ რაღაც რაფილერის თავის სიტყვები რომ მომშველიოთ, არ გავცვლის ალსა, ხო რაფილერის თავის სიტყვებია, ეს რაფილერის თავი ამ სიტყვების ავტორი არ გავცვლის ალსა კლდეებსა სხვა ქვეყნის სამოთხეზე და ეს ერთი ამბავია და ემოციური. მეორე ამბავია, რომ პერსონალურად მე ამას ვერ გავაკეთებ, მათ შორის შეივიცინე წლოვანი შვილის გამო ვერ მოვწყვეთ ამ სივრცეს, ამ საახლობლოს, რომელიც უყალიბდება და ყველას იცნობს ლილე და ასე შემდეგ. მაგრამ კიდევ ვერ გავაკეთებ ამას იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ბრძოლა ღირს, ამ ქვეყნისათვის ბრძოლა ღირს. მე მესმის, რომ ძალიან გაბლატავდნენ უკაცრავად სიტყვისთვის ბიზინა ივანიშვილი და მის თებქეშ მოქცეულები და არ ჩანს თითქოს მათი დამარცხების კონტურებიც კი, მაგრამ გაწმულებთ ისეთი საინტერესო პროცესები მიმდინარეობს გარშემო, რომ ახლა რო წავიდე, აი დღეს რო წავიდე და თუ სადმე წავიდოდი, რა საკვირველია, წავიდოდი სწორედაც რომ გამარჯვებულ უკრაინაში და უკრაინა გაიმარჯვებს და არა სხვაგან შტატებში, ევროპაში თუ იაპონიაში თუ ჩინეთში, დღეს რომ უკრაინა გაიმარჯვებს, ხვალ რომ უკრაინა გაიმარჯვებს, ეს აუცილებლად ასე მოხდება, მზე გაუცილებლად მიხვდება საქართველოს და მე თითქოს დამწყდებოდა თუ დამწყდება გული, რომ არ ვარ ამ ბრძოლის თანამონაწილე, რომელიც უთუოდ დასრულდება ჩვენი გამარჯვებით. და რაც შეეხება ამათ ჯიქურობას, ამათ უსვინდისობას, ამათ შუბლზე გაწყვეტილობას, გარწმუნებთ მესმის, რომ ძალიან გაიწელა პროცესი, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს ყველაფერი დროებითია. ისეთი საინტერესო პროცესები მიმდინარეობს კავკასიის რეგიონში. ისე აქტიურად ჩაერთვება, მათ შორის სამხედრო კომპონენტითაც შეერთებული შტატები ამ რეგიონში. ისე გამოსტაცებენ მთლიანად ამ რეგიონს რუსეთის ფედერაციას, რომელიც აუცილებლად მარცხდება უკრაინაში და მარცხდება გლობალურად, რომ შენ ამ დროს იყოს სხვაგან ბრაზილიაში, არგენტინაში, შეერთებულ შტატებში, კანადაში, ან უღარ ჩაობასახელებინებთ ახლა სხვა ქვეყნებს ოკეან გაღმას სივრციდან, ან ევროპის რომელიმე სახელმწიფოში, ან აზიის რომელიმე სახელმწიფოში და თუნდაც აკეთებდე ვიდეო ბლოგებს იქიდან და ასე მონაწილეობდე, მაგრამ არ იყო ვერ გრძნობდე მაჯისცემას ადამიანების, რომლებიც არიან დღეს და ახლა ქუჩაში. ამით ხო ვერ იგრძნობ მაჯისცემას. ეს იქნებოდა დანაშაული, ამიტომ არსად არ ვაპირებ მე წასვლას და თქვენც მოგიწოდებთ. იყავით თანამონაწილენი გარდაუვალი გამარჯვებისა. ნახვამდის.